კარგი დაბრძანეთ, ახლა ის გადავადგილეთ, რომ მე ვიცი რა შეგეშალოთ, ახლა რა მიყოლებით რო ისტორია ცოტა ამაგრეს გავყოლება თქვენ, თუმცა თქვენ ვიცით თქვენი ძალა ამას გამოვასწორეთ, მაგრამ მე შევასწორეთ უკვე ჩვენ ასე მოვარ იმედია უკვე მომავალში უფრო ავკრიბავ სიჩქარეებს ასე. კარგი, დავიწყოთ რადგან კიდევ ერთხელ აი მემართ პროგრამა 125 საკითხია სწორედ მეთორმეტე კლასში. შემდეგი ესე ხუთი საკითხი, ბუნებრივი გეოგრაფიული გარემო, პიროვნების საზოგადოება, ენეოლოგიური ბიძო, ძველი ეგვიპტე და მესოპოტამია. ეს საკითხები იქნება გაგრძელებული. პირველი ხუთი. ეს ის საერთოა, ეს საკითხი ჩავაწერე. ხო, ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სტარტი. ჩაწერილი გაქვს მაგ შაშან ჩაწერილი. ხუთი საკითხი. ახლა დავწერთ ახალ საკითხს. ჩვენ დავწერთ არაბები. არაბები დავწერთ. მაინც ნახოთ რა ისიცები რა მაგრამ მაინც ნახოთ რა არის შეიძლება. ახალი სამეფო სამთავროების ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე ახალი სამეფო სამთავროების ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეზე მე-19 საუკუნეზე მერვე საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა დასუსტდა. არაბებს მხოლოდ თბილისი ემორჩილებოდა. სადაც იჯდა ამირა. საქართველოს ტერიტორიაზე კი ჩამოყალიბდა ახალი სამეფო სამთავროები. მათ შორის კახეთი, ჰერეთი, ეგრის საფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი. ყველაზე ადრე მერვე საუკუნის 80-იან წლებში კახეთის სამეფო ჩამოყალიბდა. კახეთის მთავარს ეწოდებოდა ქორეპისკოპოსი. პირველი ქორეპისკოპოსი იყო გრიგორი. სუმხან საბა ორბელიანის ლექსიკონით ქორეპისკოპოსი ნიშნავს უსამწყსოდ დარჩენილ ეპისკოპოსს. მრევლის გარეშე დარჩენილ ეპისკოპოსს. უსამწყსოდ დარჩენილ ეპისკოპოსს. კახეთი დაყოფილი იყო საენის თაუებად. ვახუშტი ბატონიშვილი
გამოყოფს სამ საერისთავოს. ვახუშტი ბატონიშვილი გამოყოფს სამ საერისთავოს. ერისთავი ვეჯინისა, ერისთავი ვეჯინისა, ერისთავი ხორნაბუჯისა, ხორნაბუჯისა და ერისთავი ნაჭისა. ერისთავი ნაჭისა. კახეთის სამეფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულეს ფიერმა ტომებმა წანარებმა რომლებიც არაბულ ისტორიულ წყაროებში სანარების სახელით არიან ცნობილი. კახეთის აღმოსავლეთი მე-9 საუკუნის დასაწყისში დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო ჰერეთის სამთავრო, ჰერეთის სამეფო, უბრალოდ ჰერეთის სამეფო. ქართველური ტომები ჰერები ოდითგანვე ცხოვრობდნენ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რომელსაც ადრე ალბანეთი ერქვა. ჰერეთი განსაკუთრებით ძლიერდება მეფე საჰლ იბნ სუმბატის და მისი შვილი ადარნასეს დროს. მეფე საჰლ იბნ სუმბატის და მისი შვილი ადარნასეს დროს. 816 წელს აზერბაიჯანში იფეთქა არაბთა წინააღმდეგ დიდმა აჯანყებამ, რომელსაც მწყემსი ბაბექი ჩაუდგა სათავეში. ჰერეთის მეფე ხარს უჭერდა ბაბექს, რადგან ცდილობდა მისი ძალა გამოეყენებინა არაბების წინააღმდეგ. Podajemy, proszę. Bardzo magisowa. Co to jest aplikacja na desas. თუმცა
როდესაც ბაბეთი გამოიქცა ჰერეთში, საჰლ იბნ სუბატმა იგი შეიპყრო და გადასცა არაბებს. ამისათვის დიდრული საჩუქრები მიიღო. და არაბულ გადასახადებსაც დააღწია თავი. შეისვენეთ ახალ ცოტა ეს ვთქვათ შტული და დიდი საკითხია, მაგრამ გავარკვევთ. იმათ მოუწევს გადაწერა ეს კომანდია. რაღაც აღარ დაუბრუნდებით რა თქმა უნდა. ესე იგი პირველი 5 საკითხსაც არ გიწერიათ ეს ისა საჩევ კარგად. ხოდა გაწერიეთ შაშა, მარი გიწერიათ შენესაც. ხო, გადაწეროს, მაგრამ ამით იქნება გამეორება. ხოლო საჩევის მიღება. ის საკითხები, რომელიც იხარდა პალეოგრაფია და არქეოლოგია და ეთნოლოგია და ესენი ისე გეწოდებიან, მაგრამ გასამრავლებლად არა იქნება, ესეა პროგრამაში არსებობს. კარგი, გავაგრძელოთ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა აგრეთვე ეგრის აფხაზეთის სამეფო. ჩამოყალიბდა აგრეთვე ეგრის აფხაზეთის სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ქუთაისი. პირველი მეფე, რომელმაც აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო, ეს იყო ლეონ მეორე. ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს სამეფო იყო არა ქართული, არამედ აფხაზური სამეფო. არა ქართული, არამედ აფხაზური სამეფო. რაც ძალიან მარტივად ბათილდება. ჯერეთი აფხაზი საერთოდ არ წარმოადგენს ერს. ის ისეთივე ეთნიკური ჯგუფია ხალხისა. აფხაზები, როგორც მაგალითად მეგრელები, სვანები და ასე შემდეგ. გურულები და ასე შემდეგ. აფხაზი ყოველთვის იყო ქართველი. მეგრელია, მაგალითად ჩვენ ინგლისურს ხარდებდა 16 წელი მარტი მეგრელია, მაგრამ იმას ვთქვათ, ლანა ქართველებია, შემოძლებელია. აფხაზი ყოველთვის იყო ქართველი. გარდა ამისა,
აფხაზთან მეფის ტიტულები ჰქონდა. შემდგომ ქართველ მეფეებს ბაგრატ მესამე, ბაგრატ მეოთხე, გიორგი პირველი და ასე შემდეგ. სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. სამეფოს აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი. ოდითგანვე საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ლევონ მეორის გამეფების შესახებ მარტიანე ქართლისაის უცნობ ისტორიკოსი წერს. მარტიანე ქართლისაის უცნობ ისტორიკოსი წერს. აქ გავჩერდეთ ბავშვებო. თავარი განმეორება, ესეც აიკითხეთ ამასაც მოგხდა და განმეორება პუნქტის აქტიურა არის. დადგმული პირამიდების წინ, ამ სამი პირამიდის რისთვის დადგეს ეს სფინქსი? რომ ეს ფარაონები დაეჭვა. ფარაონების მარადი. თითქოს იცავს ფარაონების მარადი გზის. და სიკვდილის შემდეგ როგორ საიქიო ცხოვრება, როგორ მიაჩნდათ ეგვიპტელებს, რა იყო ეს საიქიო ცხოვრება, მათი აზრით? მათი აზრით ეს ამის სიკვდილის შემდეგ ფარაონები მიდიოდნენ ლერწმის ველზე. სიზმარ ორიგინალია, ფარაონები ყორდაგესენ აწუხე. რომ საიქიო ცხოვრება საქართველოს გავდა და მიხაც იყო სახლები, უჯრედები და რაზმონები ყავდათ და მიხაჩილეოდა საჭმელი ხალხი. ამიტომ გასაკეთებდნენ ამისთვის. ამისათვის ისინი მისდევდნენ რა? ბალზამირებს, მუმიებს აკეთებდნენ. ერთი მუმიის დამზადებას რამდენი დღე უნდებოდა? ამიტომ 60 დღე უნდებოდა ერთი მუმია გაეკეთებინა. მუმია რას ნიშნავს? კუბის ნიშნავდა. ანუ ბითუს. და რატომ უწოდეს ეს სახე მუმია? რადგან მოხმარობდნენ ამ ხსნარს, ეს მე მაგდებოდა და შავდებოდა და ემოხებოდა კუბს. ესე იგი, რომელთა ბალზამირებას აკეთებდნენ, 1000 უარი წამლები და ხსნარი, ის მაგდებოდა, შავდებოდა და გავდა კუბს, აქედან მუმია. როდის იწყება ახალი საერთოს ხანა ეგვიპტის ისტორია? 1500 და ამ ხანას ასე უწოდებენ. ამ დროს თუ აგებდნენ პირამიდებს. აბა ასარ მარხავდნენ ამათ. მეფეთა ველზე მარხავდნენ. ფარაონები დედოფლებზე დედოფლებს მარხავდნენ. ეგვიპტელები მას შექმნეს როგორ დამწერლობა? იეროგლიფური და რამდენი იეროგლიფია ცნობილი? 700 ეგვიპტური. როგორ შეიმნებოდა იეროგლიფის საკითხვა? ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მართლაც ფრინველი ხარ. ხო, ფრინველი მიაღწევა. ფრინველის დისკარდი მიაღწევა როგორ დააჭრა იეროგლიფის საკითხვა. აბა თუ მე შენ ვინ წაიკითხა პირველად ეს იეროგლიფი? აბა ვინ წაიკითხა? იეროგლიფი წაიკითხა პირველად. ჩავარდით. ფრანგმა მეცნიერმა შამპონიონმა. შეფრა იეროგლიფი. ხოლო ცეხანა მოვდით. მე ვინ გაშიფრა რუსულ დამწერლობა? ჰენრი როულინსონმა ინგლისელმა მეცნიერმა. ჰეილმა ტერმინი გამოიყენა მარტო რუსულ. რატო გამოიყენა ეს ტერმინი? მაგრამ რუსულებს გავდა ეს ისე კაცავა რუსულებს გავდა. ჩვენ გავაშტერებული ხელოსნები ვაჭერდებით. ისწორე გავ ხალხი. მესოპოტამია. კარგი, შუმერები. ჯერ ერთი მესოპოტამია ქართულად გასწრეს.
მესოპოტამია ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ადგილს ორ მდინარე შორის, ტიგროსა და ევფრატს შორის. შუამდინარე. ამ შუამდინარე მესოპოტამიის უძველეს მოსახლეობა შუმერები, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-4000 წელში მოვიდნენ. თუმცა ისინი მდინარეთის მკვიდრ მოსახლეობად არ ითვლებიან, რადგანაც მეცნიერებმა, როდესაც გათხარეს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მე-4000 წლების ფენა განსაკუთრებული განვითარება იყო. ამიტომაც მანამდე ვიცხოვრობდნენ იქ ევროპელებს უწოდებდნენ. რას უწოდებდნენ შუმერების საკუთარ ქვეყანას? საკუთარ ქვეყანას უწოდებდნენ ჩინა დუს უწოდებდნენ როგორც ურუქის ლეგენდარული მეფე ურუქის იგი გილგამეში ხოლო ლუგაზაკესი რომელიც მეფე ლაგაში დედოფალ ლუგაზაკესი ლუგაზაკესი და ურუქის ტრაბახობდნენ სამფასიდან განდების კრიმინალები და მიერიდან არ დაკარგავდნენ ობლები და ქულები არ აღეს. აბა მალე შემიძლია მოწოდები. ეს ურუქანი და ეს ლუგაზაკესი ლაგაშიდან დაამხობინე. აქაც შემოგვეძებინე. სარგონი მეო. რა ლეგენდა არსებობს სარგონის შესახებ? რომ სარგონის გადას არ ქონდა საშუალება შვილი განზრდის და ამიტომ მან ჩასვა ბავშვი კალათში და დატოვა მდინარეზე, რომელიც მდინარის პირას და ნახა ის ვიგაუმა გაზარდა ეს ბავშვი და შემდეგ ის გახდა ლეგენდარული მეფე. ლაგაკეთა ამიტომ სარგონს ხანდა მუდმივი ჯარი ჰქონდა და არსებობს ლეგენდა რომ ნაწარმოებში რომ მისი ჯარის ყველაზე სარგონის წინ სალოცავ. სადიოთა შეძლო მთელი შუამდინარის გაერთიანება ერთსარგოს და აქადის სახელმწოდებლობა. კარგი. აბა ბაბილონი რას ნიშნავს სიტყვა ბაბილონი? ტიშ. ეს ქალაქი სად არსებობდა ბაბილონი? აბა დილოთა დინარე ევროპის სოლიოში და მესოპოტამიაში. ბაბილონის სამეფო განსაკუთრებით ვიჟლოს დიერგა. ჰამურაბის დრო. ჰამურაბმა შექმნა რა? ჰამურაბის კანონი. რამდენი მუქისაა შექმნა და 200 მუქის რაზე ეწერა ქვის სტელაზე ეწერა და შემდეგ ეს ქვის სტელა დაიწყო. თუმცა აი ეს ამ კანონების დასასრულს ასწავლა. ვინც არ სწავლიდა იმას ვინც კანონებს გადააკეთებდა. და თუმცა მაინც მოიპარეს. სუზაში, ხო? ირანის ქალაქში და ფრაგმა არქეოლოგია იპოვეს ეს ჰამურაბის კანონი. კარგი, ახალ ბაბილონურ სამეფოში. ვის დროს გადაიდგა ეს სამეფო? ნაბუქოდონოსორ მეორის მეუღლე იყო. ამეტისის პატივსაცემად გადააკეთა ნაბუქოდონოსორ ბაბილონის გაჩენილი მსოფლიოს ერთ-ერთი სამეფო. ნაბუქოდონოსორი იყო სასტიკი მმართველი, ებრაელებს გადავარდა. გადაასახლა ებრაელებს. ჯერ და შემდეგ აღმოსახლა ბაბილონში. ვინ გადაასახლა უკანეს ებრაელებს დაატარებდნენ რაკეტით. კიროს მეუღლეს ბიბლიაში ისწავლება ბიბლია კარგია ბავშვები. არის ენეოლითი რომ ისწავლება ენეოლითი. ხო ეს ჩვენ გამოვიდა. მას არიან ის. მესოპოტამია და ძველი. მე ამას ვამატე. სადღაც რომ ბუნებრივი გეოგრაფიული გარემო პირველად საზოგადოება ენეოლითი და მერა ძველი. ამ ნაგებს შეგერდა. არის ჩვენი მომიში. ის ხოთუჩიაც ხონდა. უშუალოდ ხონდა ენეოლითი. ენეოლითი არის ისტორია და და ბრინჯაო პიროვნების საზოგადოებას გეკრება. ხოლმე მიყვება. აი რომელი ქვეყნის საზოგადოება საქართველოს? საქართველოს ჩრდილოეთ საერთაშორისო რუსეთის თავისი ავტონომიური რესპუბლიკა შეგორება დაღესტანი, ჩეჩნეთი, ოსეთი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი, სამხრეთი, დასავლეთი
შამის რომელი მონაკვეთი ეკუთვნის საქართველოს? საფის ჭიშკარი, მდინარე ფსოუს და საფა. ამდენი 1500 კილომეტრია საქართველოს. ამ ჩვენი ტერიტორიები უმერე ევროპულ ქვეყანებზე დიდია საქართველოს. ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი. ევროპულ ქვეყანა არის აგრეთვე ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. ამაზე დიდია, ისრაელზე დიდია, სომხეთზე დიდია. ესე გამიწოდეთ ასე. ალბათ მაროთული თემები შემოყალიბდა. ვინიხო, ეს ჩემი შესწავლა. ვინიხო პირველი ისტორიკოს თემსოფლიოში. როდის ცხოვრობ? ძველი წელთაღრიცხვა. და მას მეორენაირად ასოცირდება. მამა. ისტორიკ დედავიდი. მამა. რატომ უწოდებენ ისტორიის მამას? ეს იყო პირველი სახელწოდებ ისტორია. თუმცა იქ ხშირი საფრთხეებისა, მაგრამ რა საფრთხეები მოყავს მას თავის ისტორიით? ქართველები ემიგრანტები ერთი წარმოშობის სახელია, რადგან ერთნაირად ამუშავებენ წერილს. წერილები ისტორიალი ჭიანჭველები. თუმცა ეს ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ მათ შეუძლია ისტორიკოს სიმართლით დეტალურად აღწეროს მიმდინარე რა უშლის საბაში ხელს? ხელს უშლის ის ხალხი, რომლებიც კიდევ ცოცხლები არიან. დასამოუს არის შესაძლებელი კესარიელი. არ შემიძლია ზუსტად აღწერო მოვლენები, რადგან ცოცხლები არიან ისინი, ვისაც უნდა დავწერო და ვერაფერს ვერ გამოვაპარებდი. ჩაშოშების სიმრავლეს და საცოდავი სიკვდილით მოკლამდე. კარგი, დამზადი კარგია, ამაში ვიხარებ. ვისე უთმის სიტყვები, მიზანი ამართლებს საშუალებას. იმას არა. მარი. ამაშია ნიკოლო მაკიავე ისტორიოგრაფიაში მაგრამ ხომ აიცოდეთ ნიკოლო მაკიავეც რას ნიშნავს ეს სიტყვები მიზანი ამართლებს საშუალებას აბა თავის მიზანია თავის სახელმწიფოს დაწესავად შეუძლია მელის ხუთი გამოიყენოს და ასევე რადგანაც მას შეუძლია მოიწვიოს სახელმწიფოს გამო ან ცივი რატამო მოკლა მოწამლო ზეგი